საქართველოში მაგისტრატურას ვეძახით ზოგადად ბაკალავრიატის შემდგომ სწავლის სასწავლო საფეხურს, მაგრამ ვთქვათ ინგლისურად ეს შეიძლება იყოს MA, ანუ Master of Arts, MS, Master of Science ან MBA, Master of Business Administration. რა განსხვავებაა მათ შორის? MA არის უფრო სოციალურ მეცნიერებებთან დაკავშირებული სწავლება, ანუ საგნები მოიცავს უფრო ჰუმანიტარულ მიმართულებებს და მათ შორის მაგალითად მეც არაერთი MA Master of Arts მაქვს, ვთქვათ კომუნიკაციაში, ჟურნალისტიკაში და სხვა. MS, ანუ Master of Science, უფრო STEM მიმართულებებს, ტექნიკურ საგნებს მოიცავს და როგორც თეორიული, ასევე ძალიან პრაქტიკული მიმართულებებით ხდება სწავლება და უნარჩვევების ჩამოყალიბება. რაც შეეხება MBA-ს, ეს არის ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება, მოიცავს როგორც ანტრეპრენერობას, ანუ მეწარმეობის სწავლას, ახალი სტარტაპების შექმნას, ბიზნესის მართვას, მარკეტინგს და მსგავს საგნებს. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი კარგ ცოდნას გვაძლევს, მაგრამ როდესაც დააპირებ ჩაბარებას, კარგად გაარკვიეთ, რას მოიცავს კურიკულუმი, რომ იმედგაცრუება არ გქონდეს. და ერთ შეუკვეთე და მეორე მივიღეო, არ დაგვემართოს. და მომწერეთ კითხვები კომენტარებში, აუცილებლად გიპასუხებ.